ზოგადად, ხა თუ უფრო ახლოს მივალთ ჩვენ საქმესთან, ხა აქ რასაკვირველია პროგრამების გაუმჯობესება, გადაკეთება შესაძლებელია, მაგრამ კონტექსტია დასანახი. ხა როდესაც სკოლასაც, ბაკალავრიატსაც, მაგისტრატურასაც უნდა თითო წელი მოაკლდეს, აქ მემართალი გითხრათ ნორმალურ პროგრამების დაწერა ვერ წარმომიდგენი. ხა მაგისტრატურაზე თქვენს რომ კაი იყოს 1+1 თუ ვინმეს უნდა დოქტორანტურაში გაგრძელება, მაგრამ აქაც ხა როგორი ვითარება 1+1 ყოველთვის 2 არ არის. რაღაც დარგში არის შესაძლებელი რომ 1 წელი ასწავლო და ნუ რაღაც პრაქტიკულ უნარჩვევებზე გაიყვანო, ციხელობა ასწავლო და ვთქვათ მეორე წელი მერე კვლევა ჩაატაროს და დისერტაცია დაწეროს, სადღაც ეს შესაძლებელი უბრალოდ არ არის და მთლიანად 2 წლიანი ეს მრავალფეროვნება რასაკვირველია უნდა იყოს. ხა ბაკალავრიატშიც 3 წლიანი რასაკვირველია შესაძლებელია და ბევრგან არის, მაგრამ ეს 3 წლიანი ბაკალავრიატი არის იქ, სადაც სკოლა არის 12-13 წლიანი, სადაც ის ბოლო 2-3 წელი სკოლაში არის დიფერენცირებული და შესაბამისად ძალიან ბევრ ამას, რასაც ჩვენ აქ ვასწავლით შესავლების სახით. იმას ასწავლიან სკოლაში, იგივე იმ ფრანგულ ლიცეუმში, ვთქვათ, ну, აი ჩემი განხრით, ხო, ელის ჰუმანიტარის განხრით, ის ფილოსოფიის შესავალი, ზემოწმენდების შესავალი, ეგეთი რაღაცები ყველაფერი იყო სკოლაში. და იქ სკოლის სახელმძღვანელოები რაც ჰქონდათ, მაქს სფეროში, აქ რომ უნივერსიტეტში ჰქონდეს ეგეთი ხარისხის სახელმძღვანელოები, ბედნიერი ვიქნებოდი. ამიტომ ის რომ მიდის ბაკალავრიატში, გასაგებია რომ მას ეს რაღაცები მოლეული აქვს და შეიძლება 3 წელიწადში ვთქვათ, აი შეელიოს იმ, ასე ვთქვათ, ზოგად საუნივერსიტეტო თუ საფაკულტეტო ნაწილს და მიიღოს თავის დარგში უფრო წესიერი განათლება. ხა ჩვენთან როდესაც იყო ლაპარაკი ამ 3 წლიანზე გადასვლაზე, ხო, მაშინ ამასთან ეს დაუკავშირდა, როდის შემოვიდოდა სკოლაში დიფერენცირებული სწავლება ზედა კლასებში, თითქოს გადაწყვეტილება იყო მიღებული და დაწყებული იყო მუშაობა მაგ მიმართულებით. ეს რომ გასულიყო ბოლომდე, მაშინ შეიძლება 3 წლიან ბაკალავრიატს არ შევწინააღმდეგებოდით, მაგრამ ეხლა როცა სკოლა 12 წლიდან რეალურად დადის 10-ზე, მე-11 კლასი უნდა იყოს გამეორების და მე-12 კლასი, ну თუ ძალიან გინდა გადაიხადე და ცნობას მოგცემ რომ გადახდილი გაქვს. ხო, ხა ასეთ რაღაცას თუ აკეთებთ, მაშინ ბაკალავრიატი 3 წლიანი, რასაკვირველია საკმარისი იქნება მხოლოდ ну რაღაციზე ჩამოსათვლელ დარგში, ხა არავის არ მინდა ეწყინოს ჩემი ნათქვამი, ხო ყველა თვითონ დაფიქრდეს შესაძლებელია თუ არა მის დარგში ამის გაკეთება. მაგრამ ესეთი შემოკლებული სკოლის პირობებში ვერ წარმომიდგენია 3 წლიანი ბაკალავრიატი. ხა ტექნიკურად რა შეიძლება გაკეთდეს? ხო, ერთი შეიძლება ამას მოხსნა ეს 60 კრედიტი ეგრეთ წოდებული, ну როგორც არის ჩვენი პროგრამები ახლა დალაგებული, ხო, 240 კრედიტიდან 120 არის ძირითადი სპეციალობის, 60 არის, ну საუნივერსიტეტო საფაკულტეტო როგორც გინდა ისე დაარქვი, აი ზოგადი შესავლები და არის მაინორის 60 კრედიტი, რომელსაც ну ზოგი მაინორად ხმარობს და ზოგი თავისუფალ კრედიტებად, ხო? ეხლა 120 კრედიტს ძირითად დარგში ალბათ ხელს ვერ ახლებ. ესე იგი, ან ამბობ აი ზოგად ნაწილზე უარს და ის სად უნდა წავიდეს? მე-10 კლასში სკოლაში? ან ამბობ უარს ამ თავისუფალ კრედიტებზე და მაინორს. ეხლა ეს თავისთავად ურტყავს ძალიან იმ არჩევანს სტუდენტისას, რომ რაღაც ერთ სპეციალობასთან ერთად თვალსაჩინო გაიფართოვოს, რაღაცა ამას დაუმატოს, ხო, ну შეიძლება ეგრე მაკრატლით თუ მთავრობა და პარტია დაგავალებს ეგრე პროგრამა გაჭრა მარტივად და
თქვათ წარადგინოთ თუნდაც ერთ კვირაში ხელახლა დასამტკიცებლად, მაგრამ არსებითი პრობლემაა, გინდა ერთის მოკლება, გინდა მეორის მოკლება და ნახევარი რომ მოაკლო, ეგ თლათ არაფერი არ იქნება, გამოვა რომ რეალურად ორივე ჩააგდე და ორივე მოაკეთე. რა ვიცი, თითქოს ეს არის რაც ზოგადად შემიძლია ვთქვა, თუ რამე ჩვენ გვაქვს 240, ესე 4 წელი არის 240 კრედიტი და ის გვაქვს განაწილებული. არა, ეგ შეიძლება ვინც გადაწყვიტა, იმან არც იცის უბრალოდ. კრედიტი შეიძლება ბანკში სესხი გონია და აქაც რომ გამოიყენება ეგ ტერმინი. პროფესორები იტყვიან, რომ შეუძლებელია ასეთ მოწმენდში პროგრამის განხორციელება, თავრობა რას გააკეთებს? არ ვიცი, ხა ძალიან გამიჭირდება, რომ იმათ ადგილას წარმოვიდგინო თავი. ალბათ ახლა ვინც იტყვის რომ შეუძლებელია, კაი შენ თუ არ შეგიძლია წაი და სხვა გააკეთებსო რა, ხა. ალბათ ხო? ანუ არსებობს ბუნებაში ხალხი, რომელიც იტყვის რომ მაგალითად შეგვიძლია კლასიკური ენები ჩვენ ვასწავლოთ, თქვენ ვასწავლით. ხო, კი, რატომაც არა. ძველი სოფლის ისტორიის რაღაც ხალხი არსებობს სადღაც, რომელსაც სამსახური დღეს არ აქვს და უცებ მოვლენ და ჩაგანაცვლენ თუ როგორ ნუ მაიძულებ რომ ვასწავლო როგორ გააკეთონ თორე პრინციპში შესაძლებელია როგორ არის. აი მაგალითად ასერიოლოგიის მიმართულება თუ იტყვის რომ არა, ნუ იტყვის არ გინდა, ნუ გინდა რა, ხა არის ხო, გაუხდება და გაუხდეს რა, ხა. მაგრამ მაშინ რატო ჩაწერეს რომ მინიმუმ 180 უნდა იყოს, არა მაქსიმუმ 180? არა, ნუ რა გითხრა ხა. ესე იგი შეიძლება თეორიულად ტოვებენ იმ შესაძლებლობას, რომ ხო ვიღაცა თუ იყო ჩაღებს და ელაპარაკება გააგებინებს, რომ მას პირადად ეკუთვნის ერთგულებაში კიდე 60 კრედიტი და ამატებითი შეიძლება უთხრან, რომ აი თუ გინდა ის მეოთხე წელიც ასწავლე. ან მან შეიძლება სხვანაირადაც ახლა ჩვენთან კი არ იყო, მაგრამ თუ რაღაცა ლუფტი აიღო, ხო? ესე იგი რეალურად სტუდენტმა გაიაროს 4-5 წელიწადში. მაგრამ ერქვას რომ გადის 3 წელიწადში და იმ კრედიტების რაოდენობაში, ან რაღაცა სხვა. მოხა მან 1000 ტრუკია კიდე შესაძლებელი ამ დეტალებში, შევალთ, არ მგონია რომ ამაზე იქ ზემოთ ვინმე მიფიქრა. იმათ ახლა მკაფიოდ თქვენს რაც უნდათ ფულის გაკეთება, კარგ ადგილას შენობების გაყიდვით და უნდათ სტუდენტები და პროფესორები ვაკე საბურთალოდან სადღაც მოშორებით გაუშვან, რომ პარლამენტამდე და მთავრობამდე ვერ მივირბინოთ თუ უცებ ამოგვასხა რაღაცა მყელში. მეტი არც არაფერი რა. ერთი მხრივ დიდი ხანია უნივერსიტეტებში არის ლაპარაკი, რომ არსებული დაფინანსების სისტემა არ ვარგა, იმიტომ რომ უნივერსიტეტები იძულებულები არიან, რომ ის სტუდენტები, ვინც არ სწავლობს, შეინარჩუნონ. თუმცა დაფინანსება შეინარჩუნონ. დიახ. მაგრამ მეორე მხრივ დაფინანსება გადავიდეს პროგრამებზე, ხალხი რაღაც რისკებს შეიძლება წარმოშობს. რა არის რისკები, რაც შეიძლება მოყვებოდეს იმ ახალ დაფინანსების მოდელს პროგრამების თვალსაზრისით. ანუ რა ხდებოდა მაშინ, სანამ პროგრამული იყო დაფინანსება და გადავიდოდა აი ამ რაღაცა საგრანტო დაფინანსების სისტემაში. მაშინ რა პრობლემები გავიცნობ? ხო, პროგრამული რამდენად ერქვა, იმას ვერ გეტყვით. ხა 90-იან წლებში, ყოველ შემთხვევაში იმ რეფორმამდე რაც იყო სახელმწიფო დაფინანსება, საბჭოთა კავშირში უბრალოდ მოდიოდა ფული
იყო ცალკე ფული პროფესორების ხელფასი, იყო ცალკე ფული სტუდენტების სტიპენდია, იყო ცალკე, ინფრასტრუქტურული რაღაცეები და ასე შემდეგ. იქ გასაგებია იყო სხვა სისტემა. 90-იან წლებში ეგ დარჩა, თუმცა ის ფული ძალიან გაფუჭდა და აღარ ყოფნიდა არაფერს და უნივერსიტეტში დაემატა ფასიანი ადგილები, ესე იგი ის რაც იყო მთავრობისგან ვითომ დაფინანსებული და ფულის გაუფასურების შედეგად რეალურად რაღაც მინიმალურ მებამდე დასული, იმას დაემატა ფასიანი სექტორი, რომელიც შედარებით ეხმარებოდა უნივერსიტეტს, რომ შეენარჩუნებინა ფუნქციონირება. ეხლა დაფინანსების იმ სისტემაზე, რომელიც დღეს გვაქვს, მეც არ ვარ კარგი აზრის. თავიდანვე ვერ ჩოდი, როცა ეგ შემოიღეს, არ ვიცი, შეიძლება გახსოვს კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა ეს უნდა მოვშალოთ და რაღაცა უარესი შემოვიღოთ. ხო, ეხლა უფასო ხა გასაგებია, რომ უფასო რეალურად არ არსებობს, მაგრამ რასაც ესე მოფერებით უფასოს დავარქმევთ, ხო? ეს კარგია, როგორც ჩემთვის მოსაწონი ყოველ შემთხვევაში, როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს, გერმანიაში, შვეიცარიაში, იგივე საფრანგეთში იყო. ამის გამქაჩველი ჩვენი ბიუჯეტი ცხადია არ არის. ეხლა რა შეიძლება იყოს ამის ალტერნატივა? ამის ალტერნატივა, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს, რომ რაღაცა მინიმალური საბაზისო დაფინანსება კონდეს რაღაცაზე გათვლით სახელმწიფო უნივერსიტეტებს და იმის ზევით იყოს რასაკვირველია გადასახადი სტუდენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება იყოს ნაკლები და რაღაცნაირად შეთანხმებული იგივე ხელისუფლებასთან კერძო უნივერსიტეტებს ბუნებრივია აქ თავისუფლება უნდა კონდეთ. მაგრამ ის ახლა რასაც დღეს ვთავაზობენ, არა ეს მე მგონი სხვა რაღაცაა. ეხლა დეტალებში არ ვიცი არც თვითონ შესულან, მაგრამ ეს თითქოს ჩანს ისე, რომ მე დაგავალებ რაღაც სახელმწიფო შეკვეთას მოგცემ, გეტყვი რომ ამდენი კაცი უნდა მომიმზადო ამაში და გაძლევ ამაზე ერთჯერადად თუ როგორც არის თანხას. ეს რასაკვირველია არის უკვე რომ რჩება მთლიანად სახელმწიფო მოხელეების ნებასურვილზე, მინდა მოგცემ, მინდა არ მოგცემ, მინდა 100 სტუდენტს შეგიკვეთავ, მინდა 1000 შეგიკვეთავ, რაც ბევრად უარესია, ვიდრე დღევანდელი სიტუაცია, როცა მსურველი თავისი ფულით მოდის და ასე თუ ისე სტაბილობას განაპირობებს ავთუ კარგ, მაგრამ რაღაცა სტაბილობას, რაღაცა შეგიძლია განსაზღვრო და არ ხარ მთლიანად ამა თუ იმ მოხელის ნებასურვილზე, რომ დღეს მოეჩვენა, რომ ეს დარგი ჭირდება ქვეყანას, ხვალ მოეჩვენა, რომ ის დარგი ჭირდება. და აქ აბსოლუტურად გამორიცხულია ასევე გინდა პროფესორის სურვილი და აკადემიური თავისუფლება, გინდა სტუდენტის თავისუფლება, რომ აირჩიოს და ის ისწავლოს, რაც უნდა. ეხლა სრულიად არასწორია ის, როცა იძახი, რომ მჭირდება ამის სპეციალისტი და მოდი ეს კაცი გაუშვათ ამაზე სასწავლებლად. ეხლა თუ ვიღაცას აქვს სურვილი, რომ გახდეს ნობელის პრემიის ლაურეატი და თანახმა მანამდე იხადოს ფული და ისწავლოს, კი ბატონო ისწავლოს და ბოლოს იმ ფულიდან იქირავე ის დაბალკვალიფიციური მუშახელი, რომელიც შენ გეჩქარება, ხო? მაშინ როცა ეს პირდაპირ აფინანსებდა და განსაზღვრავდა რამდენი სტუდენტი უნდა ყოფილიყო კონკრეტულ პროგრამაზე. კიდევ რას განსაზღვრავდა ხოლმე სახელმწიფო ამ პროგრამებთან მიმართებით? საბჭოთა კავშირს გულისხმობ? 90-იან წლების დასაწყისში პროგრამებში აღარ ერეოდნენ. პრინციპში ქენი რაც გინდა. ნებისმიერი პროგრამა შეიძლება გაიხსნა უნივერსიტეტს? კი, 90-იანებში საკმაოდ ბევრი გაიხსნა რაღაცა, ზოგი კაცმა რო თქვას მთლიანად ესეთი სატყუ არა, რეალურად რო დარგი არ იყო და
თავაზობდი უბრალოდ იცოდი რომ ამაზე შეიძლება მოვიდეს სტუდენტი და ამიტომ თქვათ რაღაცა უცნაურ სახელს თავაზობ რომ შეიძლება მიიზიდოს კომერციულ ნაწილში სახელმწიფო ნაწილში არა ნუ ამას თავაზობდი და მე ხა ვინც მოდიოდა ის სახელმწიფო და კომერციული გადანაწილებული არ იყო ის ბავშვები ერთად ისხდნენ როგორ აფინანსებდა სახელმწიფო სახელმწიფო აფინანსებდა რაღაც რაოდენობას რომ აი ამდენ პროფესორს ამდენ სტუდენტს გიფინანსებ საერთო ჯამში თუ კონკრეტულ პროგრამაში არა უნივერსიტეტს კონკრეტულ პროგრამებში 90-იან წლებში რამდენადაც მე მახსოვს არ შემოდიოდნენ ახალი პროგრამა რო იცნებოდა თუ ახალი პროფესორი ჭირდებოდა როგორ ხდებოდა ამის შეთანხმება სახელმწიფოს იგი იმ ფულის ფარგლებში რაც ჰქონდა უნივერსიტეტს იმ ფულის ფარგლებში წვეთდნენ ამ საკითხს ნუ დამატება შეიძლება მომხდარიყო არა ეს შეიძლება მომხდარიყო როგორ საქართველოს ისტორიის კათედრა მიმართა მეცნიერება და აკადემიას მეცნიერება და აკადემია მიმართა არა კი გასაგებია ეგ არა ეგ საბჭოთა დროიდან მოყოლებული ეს შტატის შოვნა მოტანა ეს გასაგებია ეგეთი რაღაცა იყო მაგრამ ნუ და ეგ არის ხო ანუ ხოლო პროფესორის რაოდენობას აღარ განსაზღვრავს უწულებული ხდება რომ განსაზღვროს პროფესორების რაოდენობა არა ეგ ცხადია ეგრე იყო დათვალოს რა ელირება ამ სლოტების გამართლება რაღაც ფორმულით რომელშიც საათებით შედის და საათებს ხო ეგ იდეალურ ვარიანტში პრინციპში წიდან მოქონდათ ის ნუ იყო რომ თუ თქვათ კარგად ჩააწყობდი იმ რაოდენობას რასაც მოითხოვდი მიიღებდი ის ნორმატივები რომ თქვათ იქ სტუდენტის რაოდენობა რითი უნდა გაისაზღვროს რაღაც ეგ მერე შემოვიდა უფრო გვიან რაც ასევე კარგად გახსოვს და ნუ ხო მაგან რაღაცეები მოაწესრიგა ხა იქაც იყო სადაო მომენტები რაღაცეები უფრო ხისტად გატარდა უფრო სწრაფად ვიდრე იყო საჭირო მაგრამ ნუ არსებითად მიმართულება სწორი იყო მოდი ესე ვთქვათ ამ საათების განსაზღვრის დროს ასე როცა ფინანსდება როგორ ფიქრობთ რა იქნება სახელმწიფოს мотиваცია მაგალითად უნივერსიტეტი განსაზღვრავს რომ ის პროგრამა სჭირდება თქვა თავი 2000 საათი და რამდენი დაიწყება ამაზე მე ვაჭრობ არა ცხადია დაიწყება ხა აქ იქნება სურვილი დაგიმტკიცონ რომ რაღაცა ხუთი სხვადასხვა საგანი სხვადასხვა სათაურით რომელიც რეალურად ერთი და იგივეა რომ ეს სხვადასხვაა და თუ ამას ვთქვათ კეთილგანწყობით შეხედავს სამინისტრო ის ამას დააფინანსებს თუ იტყვის რომ არა ვერ მომატყუე მოგცემ ერთისას იქნება ეგრე ან კი ბატონო წარადგინე ხუთი კარგი რაღაცა მაგრამ არ მოსდიხარ თვალში და გეტყვის რომ არ მინდა ეგენი არც ერთი თვითონ პროგრამის მოცულობა განსაზღვროს სახელმწიფო მერე უნდა დაფიქრდეს კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებით უღირს თუ არა იმ საგნების დაფინანსება და მერე შემდეგ საკითხი კიდე ის პროფესურა რომელიც იქ ასწავლის კიდე რა სტატუსის არის სრული პროფესორი ასოცირებულია ასისტენტია და მისი ხარჯი კიდე რამდენი იქნება თვითონ საათთან დაკავშირებით არა მე ეჭვი მაქვს რომ მაგდენი არ უფიქრიათ მე მინდა რომ დავაფიქროთ მაგალითად ამ კითხვას მათ შორის უნივერსიტეტები რომ დავაფიქროთ იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ პროგრამის განსაზღვრა აი მაგალითად ისტორია ისწავლებოდეს თუ არ ისწავლებოდეს ამ უნივერსიტეტში არამედ დამატებით მოყვება ეს შლეიფი გადაწყვეტილებების რაც გულისხმობს რა საკნები არის ისტორიის პროგრამის ნაწილი რა არ არის რას დავაფინანსებ რას არ დავაფინანსებ მათ შორის რა უნდა იყოს სწორები იმისთვის რომ ეხოს ეს მაგალითად სრულ პროფესორებს რომელსაც თვითონ ამბობენ 10000 ლარი უნდა ქონდეს ხელფასზე რამდენი უნდა იყოს ეგეთი სრული პროფესორი რომელიც 10000 აი მაგალითად თუ ეყოლება 200 სხვა ბიუჯეტი ექნება ამ პროგრამას ხო ნუ ეგ კეთის და ლელას ანგარიში იყო ვარიანტები მოცემული რომ პრობლემა ჩდება ასეთი ხო რომ იწყება კონფლიქტი უნივერსიტეტს და სახელმწიფოს შორის უნივერსიტეტი ითხოვს მეტ რესურსებს და სახელმწიფო უნდა რომ აი ეს მაქვს და იმყოფინე ან შენ ეს არ ჭირდება იმიტომ რომ რაღაცა ზეგნეც ხო ნუ ეხლა ეგ ჩანს რომ აი ვაჭრობის ესეთი აქტიური ვაჭრობის სტადიაში უნდა გადავიდეს ურთიერთობები
ხო და მით უმეტეს როცა შენ უგრძალა უნივერსიტეტს რომ რაღაც სხვა შემოსავალი ქონდეს, სხვა ფული ქონდეს გარდა სამინისტროდან მოძებულისა, ხო? ეს მე მგონი ვერ ფუნქციონირებს და შეიძლება იგივე წრეზე მოუწიოთ წასვლა, რომ თავიდან ეს რაღაცა ამითი რაღაც დაარეგულირონ და თავისთვის სასურველი კაცი დასვან იქ სადაც უნდათ, ხოლო შემდეგ მოუწევთ, აი რაც 90-იან წლების შუაში მე რო ის პასიანი დაემატა, ასე თუ ისე რომ აი ამ გზაზე დავტრიალდეთ და ახლა ამ 30 წლის მერე იგივე წრეზე წასვლას ალბათ ჯობია რომ ეს არ დავანგრიოთ რაც არის და თუ არის საშუალება ეს გაუმჯობესდეს აქ რაღაცა პოზიტიური ცვლილებები შევიდეს დაფინანსების სისტემაში, მაგრამ არსებული არ მოუხსნას, ანამ არ გამართავ და არ დარწმუნდები, რომ ის სხვა უკეთ მუშაობს. მესმის რომ უცნების მოტივაციებზე სპეკულაცია თქვენი საქმე არ არის და ალბათ არავინ არ ნავკავდებით ამით, მაგრამ იქოზე როცა ლეგიტიმაციის პრობლემა უდგას ხელისუფლებას და როგორც ისე განათლებას შეეხებიან ხოლმე, როცა აი ახალმოსული არიან. ხელისუფლება თუ პარტია ასაცის ეტაპზე აკეთებენ ესეთ კიუნეულ რეფორმას. ამ ვითარებაში მართლა რაღაცა ვაკეში შენობების საინვესტიციო აკეთებენ ამ პროექტებს. მე მესმის რომ კითხვა ისეთია, რომ თქვენი შტაბის დილება რა არის, ეგ ერთი და მეორე მინდოდა ესეთი რაღაც. მე მას განცდა რომ აი მათ შორის თქვენ ბრძანეთ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაცა ტიპის მოლოდინი რო იქნება ამ აზრი ესაკეთებენ, ხო და თუ ეს ხალხი გუწფელია, როგორც წესი, ამას ისინი ახონდა შემდეგით რომ აი რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ხო საერთო ტენდენცია იყო რაღაცა განათლების კომერციალიზაცია. თუ დააკვირდებით ეკონომიკის სამინისტრო ახსენებს იქ, რომ აი ის იქნება კამპანია და რაღაცა ეგეთები და ხოსეხა ბევრ უნივერსიტეტში დასავლეთშიც რაღაცა ინდუსტრია, რაღაცა ტიპის დაკვეთებს აკეთებს უნივერსიტეტების მიმართ, ხო? იქ შეიძლება არ ევა, მაგრამ მეუბნება რაღაცა ატიპის მუშახელი ჭირდება თუ მაგალ კვალიფიციური მშრომელი. ხო და ამის საპასუხოდაც თუ გვაქვს რამე არგუმენტი, იმიტომ რომ მე მაგას განცდა რომ ამ თვალსაზრისითაც არაფერს ხეივიანს არ აკეთებს ეს ხალხი საბოლოო ჯამში. თქვენი პასუხი რა იქნებოდა ამ დაშვებაზე, რომ აი რა არის ცუდი განათლების კომერციალიზაცია? არა, კომერციალიზაცია ეს არ არის. ეს არის რომ შენობებს ყიდი, პროფესორებს და სტუდენტებს ვამცირებ და დარჩენილს მაქსიმალურად ვაკონტროლებ, რომ ზედმეტად ხმა არ ამოიღონ. ხა ამას განათლებასთან პრინციპში არაფერი საერთო არ აქვს. კომერციალიზაციის ზოგადად წინააღმდეგი არა ვარ, რაღაც გონივრულ ჩარჩოებში გასაგებია, რომ ხო სანამ ფული არსებობს, ამაზე ვიღაც უნდა ფიქრობდეს. და ხა იმისთვის რომ რაღაცა მე რო ჩემი ჭია გავიხარო, ხა ამისთვის რაღაცა ისეთიც უნდა გავაკეთო, რაც გაიყიდება. ხო, ეს მესმის კარგად. ქეთის კანონმდებლობასთან მიმართებაში რამდენად კონსტიტუციური და კანონიერია ის რაც აკადემიურ პროგრამებთან მიმართებით იქნება. ორ რამეზე შემიძლია პრინციპში ამ შემთხვევაში ლაპარაკი. ერთი აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, როგორ მოქმედებს ამ პროგრამების შემუშავებაზე და განხორციელებაზე და მერე ვილაპარაკებ ალბათ იმაზე, თვითონ ეს ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა რას ნიშნავს პროგრამებისთვის და თან ისე, როგორც ეს ამ კონცეფციაშია მოცემული. პირველ რიგში კონცეფციაში ვნახულობდით, რომ იყო მითითებული, რომ მიმართულებებს ან ფაკულტეტებს განსაზღვრავდა სამინისტრო და შემდეგ უნივერსიტეტები ამას მოერგებოდნენ. ამაზეც დიდი დაბნეულობა იყო, იმიტომ რომ არათანმიმდევრულად არის გამოყენებული და განმარტებული არ არის საერთოდ ვინგრას ეძახის მიმართულებას და ფაკულტეტს, რაშიც ასევე გამოიხატება თვითონ აი ამ კონცეფციის
შემუშავებაში ჩართული ადამიანების არაკომპეტენტურობა პირდაპირ, თუმცა ძალიან დრამატული იყო ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შევიდა, სადაც პირდაპირ წერია, რომ სამინისტრო არათუ მიმართულებას განუსაზღვრავს უნივერსიტეტს, პირდაპირ განუსაზღვრავს პროგრამების ჩამონათვალს და თან ფრჩხილებში წერია კურიკულუმი. ანუ როცა ფრჩხილებში წერია რაღაცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემთხვევით მოუვიდათ ამ ჩანაწერის გაკეთება, იმიტომ რომ პროგრამა შეიძლება იყოს თქვათ თვითონ დასახელება პროგრამის, თუმცა როცა კურიკულუმზეა ლაპარაკი, უკვე მთლიანად შინაარსს ეხება, ხო, საქმე. და ეს ნიშნავს, რომ სამინისტრომ თითქოს უნივერსიტეტებზე, აკადემიურ პერსონალზე უკეთესად იცის, იმ ადამიანებზე უკეთესად იცის, ვინც მუდმივად არიან ჩართულები იმ სფეროში, იკვლევენ, ასწავლიან. ეხლა სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ უკეთესად ვიცით, რომ აი ეს პროგრამებია ის, რაც თქვენ უნდა ასწავლოთ, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის აქტუალური. და აქაც პრინციპში გარკვეული ინტელექტუალური შეპირისპირებაა, რომ უნივერსიტეტებს ესე ძალაუფლების პოზიციიდან ეუბნებიან, რომ თქვენ არიცით, თქვენი მიცემული ხარისხი არ არის კარგი და ეხლა ჩვენ გეტყვის და ჩვენ განგისაზღვრავთ ეს ხარისხი როგორ უნდა აწიოთ და ჩვენ ვიცით ამ პროგრამების შინაარსიც, რაც უნდა იყოს ამაში შესული. ეს არის მთლიანად ხელყოფა აკადემიური თავისუფლების, იმიტომ რომ თვითონ აი პროგრამასაც რა ქვია ხო, რაც დავარქმევთ, ესეც უკვე გულისხმობს იმ შინაარსს, რაც შეიძლება რომ ამ პროგრამაში მოიაზრებოდეს. მით უმეტეს ახლა შეიძლება ეს ერთი პროგრამაა, რაც პირდაპირ აი კანონმდებლობაშიც რაც უკვე შევიდა ცვლილება, ოღონდ ეს 2024 წელს, რომელიც ეხება gender studies რაც არის, ხო, ეს გენდერული მიმართულება, რომელიც სავარაუდოდ საერთოდ წაიშლება საქართველოს აკადემიური სივრციდან. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი ჩარევა უკვე რომ შინაარსს გინსაზღვრავენ, რომ შენ არ შეგიძლია ამ შინაარსის საკითხები საერთოდ დაფარო, იმიტომ რომ ეს რატომღაც შეიძლება რომ მე პოპულარიზაციად იყოს აღქმული და საერთოდ რას ნიშნავს ეს პოპულარიზაცია, ესეც გაურკვეველი საკითხია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ თვითონ აკადემიური ქსოვილის რღვევა არის ამისი მიზანი და რაღაცა არაჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება ამ სივრცეში. ეხლა მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ჩვენ განვუსაზღვრავთ აკადემიური პროგრამების ჩამონათვალს და კურიკულუმს განვუსაზღვრავთ, ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს, ხო? ეს ნიშნავს, რომ აი ამ მიმდინარე ზოგადად ცვალებად გარემოში საჯარო უნივერსიტეტებს ექნებათ ძალიან დაბალი მოქნილობა იმის, რომ თვითონ იმ გარემოებების გათვალისწინებით შეცვალონ ის შინაარსი, რასაც აკადემიური პერსონალი, როგორც იმ დარგების და დისციპლინების ექსპერტები თვლიან საჭიროდ და შესაბამისად, რომ მნიშვნელოვანია ისინი აი ამ რეალურ დროში სტუდენტებს ასწავლონ. ხო, იმიტომ რომ ახლა ვინც ვასწავლით სემესტრიდან სემესტრამდეც კი ვცვლით გარკვეულ ლიტერატურას, გარკვეულ მიმართულებებს იმისთვის, რომ ჩვენი ის, რასაც ვასწავლით, დარჩეს რელევანტური ჩვენი სტუდენტებისთვის. შესაბამისად, უნივერსიტეტები ამ მოქნილობას დაკარგავენ და იმის ნაცვლად, რომ ხარისხი განავითარონ, ეს იქნება აკადემიური პროგრამების ჩამორჩენა, რაც პირდაპირ აისახება იმაზე, რომ სტუდენტებს მიადგებათ ზიანი, იმიტომ რომ მათ მოაკლდებათ ის შესაძლებლობა, რომ განახლებული მიმდინარე მოვლენების შესაბამისი ცოდნა მიიღონ და შესაბამისად ხარისხის ერთ-ერთი განმაპირობებელი პირობა პროგრამების თვალსაზრისით არის სწორედ ის, რომ რაც არის რელევანტური, ადეკვატური არამარტო ცოდნის, არამედ კომპეტენციების თვალსაზრისითაც ეს აითვისო. ეხლა მეორე საკითხი, ხო ჯერ ისევ აი ამაზე რომ გავჩერდეთ ამ კანონის ცვლილებაში წერია არა მხოლოდ პროგრამების განსაზღვრა, ასევე წერია ის, რომ სამინისტრო განსაზღვრავს სამეცნიერო, აკადემიურ და შემოქმედებით მიმართულებას. ხო, შემოქმედებითი მიმართულება ეხება სახელოვნებო მიმართულებებს, ანუ აქაც სახელმწიფო ფიქრობს, რომ თვითონ აქვს ამისი კომპეტენცია, რომ სამეცნიერო მიმართულებები და სახელოვნებო მიმართულებები განსაზღვროს და თვითონ მეცნიერებმა, მკვლევარებმა ეს არიციან. ანუ კვლევარს უნდა უთხრან, რომ შენ ახლა ეს მიმართულება განგისაზღვრეთ და ამისი კვლევა შეგიძლია, ამას დავაფინანსებთ, ამას არ დავაფინანსებთ და შესაბამისად მხოლოდ ის მიმართულებები გადარჩება, თუ გადარჩენა ქვია იმას, რაც სახელმწიფოს აწყობს. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მეცნიერებაც არის ცოცხალი პროცესი და მუდმივად ეს მიმართულებები
საერთოდ მეცნიერების მიმართულების განსაზღვრაც უკვე რთული საკითხია, იმიტომ რომ ინტერდისციპლინურია მეცნიერების განვითარება და აი რა მიმართულებაში რას გაიყვანენ და აი ამ ინტერდისციპლინურ კავშირების დამყარებას ესეთი ხისტი პოლიტიკის და ავტონომიის შეზღუდვის პირობებში როგორ შეძლებენ საერთოდ მეცნიერები. იმიტომ რომ დღეს ისედაც სავალალო მდგომარეობაშია ეს მეცნიერება, რუსთაველის ფონდის მიერ გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით უკვე არაერთი კითხვა არსებობს და საერთოდ ეს სისტემა როგორ მოწესრიგდება არის გაურკვეველი და ეს არის ძალიან სერიოზული შეზღუდვა არა მხოლოდ იმის რომ აი აკადემიური თავისუფლება როგორც ასეთი მნიშვნელოვან ღირებულებად მიგვაჩნია, არამედ აი საქმის ხელშესახების ზიანი ადგება მეცნიერებას და აკადემიური სივრცის განვითარებას. ეხლა რომ გადავიდეთ დასაქმების გარდა იმისა, რომ აი ამ პროგრამებში ჩაერევიან გასაგებია, მაგრამ ამ პროგრამებში ციდან ხო არ მოდის არა რაღაც გარკვეული მარეგულირებელი დოკუმენტები არსებობს. ხო, მაგალითად ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო, უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩო და უამრავი კიდე სხვა ასეთი ნორმატიული დოკუმენტები, რომლებსაც რაღაც აქამდე ვიხორცობოდით, რომელიც აღწერს დაახლოებით რა მიზნებზე, რა უნარებზე უნდა გადიოდეს და ასე შემდეგ. ხო, რა უნდა ძირითად მონახა საკითხი. ხო, ამ მიმართულებით ახლა გავცი ვიღაცა რო ჩადე, ანუ შეიძლება რომ ითხრა, რომ არა, ეს ჩარჩო არ არის რელევანტური და მოკლედ შეგიძლია სიტყვაზე 120 კრედიტში აი ეს რაღაცეები ამოვიღოთ, აღარ არის საჭირო, არ არის წერია რომ საჭიროა და უნდა იცოდეს. ხო, აი ეს როგორი თავსებადობა ამასთან როგორი აი რა. ის რომ ეხა ეს პროცესი ეწინააღმდეგება ქართულ საკანონმდებლო ნორმებს, ასევე ეწინააღმდეგება ამ ევროპულ პრინციპებს და ბოლონიის პროცესიც როცა ვლაპარაკობთ, ეს ბოლონიის პროცესი არ არის მხოლოდ რამდენი წელი და რამდენი კრედიტია თითოეულ საფეხურზე, ხო, ეს 3+2 იქნება თუ 1 და ასე შემდეგ, ეს კიდე ცალკე საკითხია. ეს ასევე ეხება ისევ აი ამ აკადემიურ თავისუფლებას და ავტონომიას და პირდაპირ ბოლონიის პროცესის კომუნიკეებში წერია განმარტებულია როგორ მხარს და როგორ არიან პასუხისმგებლები წევრი ქვეყნების სამინისტროები იმისთვის რომ ეს პროცესები და ეს პრინციპები იქნას დაცული. შესაბამისად ეს არის ამ ყველაფრის პირდაპირი დარღვევა. თან, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ ევროპული ინტეგრაციისკენ სვლაზე, მნიშვნელოვანი არის დინამიკა როგორია. ხო, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ქვეყნები, რომლებიც ჩვენზე უკან არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი არის შევხედოთ, როგორი არის მათი მიმართულება. და ჩვენ ახლა ვართ იმ პროცესში, როდესაც აი ამ უკუსლას ვაკეთებთ, აი ამ პრინციპებისგან და განსვლას ვაკეთებთ აქედან და ეს არის ასოცირების შეთანხმების დარღვევაც, იმიტომ რომ 359 მუხლია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ევროპულ ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებთან და ბოლონიის პრინციპებთან უნდა იყოს ჰარმონიზებული ჩვენი სისტემა. ასევე აი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაც ეფუძნება სწორედ აი ამ ბოლონიის პროცესს, რომ ბოლონიის წევრ ქვეყნებს შორის არსებობდეს ხარისხის თვალსაზრისით ნდობა და ის სტანდარტები ხარისხის უზრუნველყოფის, რომელიც დღეს გვაქვს, ხო, ზუსტად ამ პრინციპზეა აგებული, რომ უნივერსიტეტებს თვითონ შეუძლიათ თავისი ავტონომიის, თავისი რესურსების, თავისი სტრატეგიის და პრიორიტეტების გათვალისწინებით განსაზღვრონ რომელი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება უნდათ, რა არის მათი პრიორიტეტი, რა მიმართულებებში უნდათ რომ კვლევით საქმიანობა გააძლიერონ და ეს კონცეფცია აი ამ ავტორის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსაც, რომელიც არის შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან, ამასაც ეწინააღმდეგება. ისე რომ მთლიანად არის ამ ევროპულ სისტემასთან შეპირისპირება. აი ამ კონცეფციის იდეა მთლიანად, ხო? გადავიდეთ დასაქმების ბაზარზე. დასაქმების ბაზარს რაც შეეხება, ანუ ამ კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილი იყო ის, რომ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს უმაღლესი განათლება დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან, თუმცა აი დღეს თუ ეს თანამედროვე ლიტერატურაში რასაც ვკითხულობთ, ეს პრინციპში არის ესეთი ილუზია, რომ ეხლა ჩვენ გავაკეთებთ რაღაცა პროგრამას, რაღაცა სისტემას შევქმნის და ხვალ 10 წელიწადში იქნება ეს ყველაფერი დასაქმების ბაზართან ბმაში. ასევე ისტორიასაც რო გადავხედოთ, ხო, ის საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ნებისმიერი ეტაპის ანგარიშები თვითონ საბჭოთა კავშირში დაწერილი რომ ნახოთ, იქაც ყველგან წერია გეგმიური ეკონომიკის პირობებშიც, როგორ დაშორებულია განათლება დასაქმების ბაზარს. შესაბამისად, ეს არის ისტორიული ილუზია.
ამას საერთაშორისო ორგანიზაციები კარგად იყენებენ ხოლმე, რომ თავისი პროგრამები გაამართლონ და ყველა ანგარიში შეიძლება წავიკითხოთ, რომ აი ეხა ამ პროგრამის ჩვენ დავძლევთ და მოვაგვარებთ დასაქმების ბაზრის პრობლემას, მაგრამ ეს არის ილუზია. აკადემიური ლიტერატურა ამასთან დაკავშირებით ამბობს იმას, რომ აი იმის გათვალისწინებით, რომ გარემო მუდმივად იცვლება, მნიშვნელოვანი არის ახალი სახის ქსელის და ინფრასტრუქტურის განვითარება უნივერსიტეტ სახელმწიფოს დასაქმების ბაზარსა და საზოგადოებას შორის, რომლის მიხედვითაც იმ მექანიზმის შექმნა, რომლითაც ისინი მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან ერთმანეთთან. ანუ ისინი შექმნიან გარკვეულ ერთობას იმისთვის, რომ თანამედროვე ტენდენციები რაც არსებობს, ამისი მუდმივი ტრეკინგი მოხდეს იმისთვის, რომ აი ეს საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილდეს ბაზრის მოთხოვნებთანაც და ანუ არა მარტო დააკმაყოფილო ამ პროგრამით ბაზრის მოთხოვნები, პირდაპირ იყოს სტუდენტი დაკავშირებული იმ ბაზართან, ხო? ანუ კონკრეტული პროექტები აკეთო მთლიანად აი ამ სასწავლო პროცესში, როგორც საზოგადოებრივი ინოვაციების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების ბაზრის თვალსაზრისით. ასევე ცნობილი ტერმინი, რაც ალბათ ყველას გაგვიგია, არის triple helix, რაც გულისხმობს იმას, რომ იმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი სიკეთე შექმნას უნივერსიტეტმა, სამი განზომილების ერთობა არის მნიშვნელოვანი და ამ triple helix-ში არის უნივერსიტეტი, სახელმწიფო და დასაქმების ბაზარი და იმ კონცეფციაში და იმ ნარატივებში, რასაც ვისმენთ, უნივერსიტეტი არის უბრალოდ შემსრულებელი დასაქმების ბაზრის და სახელმწიფოსი, მაგრამ ეს triple helix-იც დღევანდელობისთვის არის მოძველებული და ეხლა არის უკვე quadruple helix-ი. იმიტომ რომ აი ეს კვლევები აჩვენებს, რომ triple helix-ის პირობებში ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილება და შესაბამისად აი ეს მეოთხე განზომილება გულისხმობს აი ამ საზოგადოებრივ ინტერესებს. ისე რომ დღევანდელი აკადემიური სივრცე თავისი პრიორიტეტების, პროგრამების, შინაარსის და კვლევების განსაზღვრის თვალსაზრისით უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოებრივი, სოციალურ-ეკონომიკური სიკეთის შექმნისთვის აი ამ ოთხ განზომილებას. ეს არის უნივერსიტეტი, სახელმწიფო, დასაქმების ბაზარი და საზოგადოება. და დღეს ახლა რასაც ვხედავთ, ეს განზომილებები არის სრულიად უარყოფილი და შესაბამისად ის განათლება, რასაც ჩვენ განგვისაზღვრავენ მხოლოდ სახელმწიფოს დაკვეთით და ეს რა დაკვეთაა საერთოდ გაუგებარია და დასაქმების ბაზრის დაკვეთით, შესაბამისობაში ვერ მოვა დღევანდელ საზოგადოებრივ თუ სამეცნიერო გამოწვევებთან და განწირულია იმისთვის, რომ მთლიანად ჩამორჩეს. მე მგონი ამით დავამთავრებ და კითხვებით გაგვთ. დასაქმების ბაზრის კვლევები, ნუ გასაგებია, მაგრამ აი ეხანდელ გარემოში, როდესაც ეს დასაქმების ბაზარი ძალიან პირობითი საკითხია, იმიტომ რომ ძირითადად ბევრი მუშაობს ონლაინ პლატფორმებზე, სხვადასხვა იმიდან. ანუ ქვეყნის ფარგლებში არ ხდება ეს დასაქმება. ჩვენთანაც კი ანუ ძალიან პირობითი გაჩნდა. ზოგადად რა პრაქტიკებია ის დათვლის და რანაირად იწვევთ? მე რაც წავიკითხე, ახლა საინტერესო ისინია, რაღაც სხვანაირი მიდგომებია და არა ესე საქართველოში რამდენი დასაქმების საქმებელი ადგილია. ანუ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მნიშვნელოვანია იმისი კვლევაც დღეს რა საჭიროებები აქვს დასაქმების ბაზარს. ხო, იმას არ ვამბობთ, რომ ეს საერთოდ საჭირო არ არის, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ვიწრო განზომილება ამის. ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება იმისი გაანალიზება სახელმწიფოს როგორი სტრატეგია აქვს 10 წლის შემდეგ 10 წლის განმავლობაში. რა მიმართულებებით გეგმავს განვითარებას და ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტებს იმისთვის, რომ საკუთარი ავტონომიის ფარგლებში შეძლოს აი ამ პერსპექტივების გათვალისწინება. და ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვისაც ცნობილი, რომ თუნდაც აბიტურიენტმა გაითვალისწინოს ის, რომ 10 წელიწადში ჩემი პერსპექტივა ქვეყნის შიგნით, რადგან ეს იგეგმება, ეს არის. მაგრამ ეს არის ერთი ვიწრო განზომილება და არის ასევე გაცლებთ, რომ ფართო განზომილება. ხო, მაგალითად ეხლა კონსერვატორიაში წარმატებული სტუდენტები ძალიან ბევრი ვიცით, კურსდამთავრებულები, რომ საერთოდ ქვეყნის გარეთ მოღვაწეობენ და არაერთ სფეროში, ხო? შესაბამისად, მარტო იმით შეზღუდვა, რომ აი ეხლა დღეს რაღაცნაირი პრიმიტიული დასაქმების ბაზარი, რას მიკარნახებს, მხოლოდ ამას მოვარგო უმაღლესი განათლება და ამ დონეზე დავწიო, არა თუ ავწიო, ეს არის ისევ აი ამ ჩამორჩენის წინაპირობა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო დასაქმების ბაზართან მიმართებაში?
იმის გასვათ რასაც გვიხდება. ხო, ამის ნაცვლად ალბათ ანუ მნიშვნელოვანი არის ეს ბაზრის კვლევაც, რომ ჩაატარონ, ოღონდ არა იმიტომ, რომ პროგრამები განგვისაზღვრონ, იმისთვის, რომ იცოდნენ საერთოდ როგორი არის ეს ეკონომიკური განვითარების პოტენციალი იმ მიმართულებებით, რაც დღეს ითვლება ეკონომიკურ პრიორიტეტებად, ხო? და უნდა ჩაატაროს ეს კვლევები, მუდმივად უნდა ატარებდეს და მუდმივად უნდა საზოგადოებას აცნობდეს აი ამ კვლევის შედეგებს. რაც შეეხება თვითონ უნივერსიტეტებს, ისევ უნდა იმუშაოს აი ამ quadruple helix-ის პრინციპით და სახელმწიფო უნდა იყოს ხელშემწყობი იმის, რომ აი ეს ერთობა შექმნას, ანუ ეს ქსელები შექმნას უნდა შეუწყოს ხელი უნივერსიტეტებს, დასაქმების ბაზარს, საკუთარ ორგანოებს და საზოგადოებას შორის. იმიტომ რომ მით უმეტეს აი ამ ცვალებად გარემოში ცენტრალიზებულად შეუძლებელია, რომ სახელმწიფომ მოგაწოდოს ეს ინფორმაცია, ხო, ეს არის თან უნივერსიტეტებს აქვთ ცოცხალი ურთიერთობა თუნდაც იმ სფეროებთან და იმ დასაქმების ბაზართან და სახელმწიფოზე ადრე გაცილებით უფრო სპონტანურად უნივერსიტეტები იგებენ და იღებენ იმ ინფორმაციას, რაც არის საჭირო. ისე რომ ეს ხელშეწყობის მექანიზმების ამოქმედება არის სახელმწიფოს მხრიდან საჭირო და არა იმის თქმა, რომ ეხლა ორი მშენებელი მჭირდება და ეს უნდა მოამზადოს. გარდა ამისა, აი ჩვენ ხარ იმ განზომილებაში ვსაუბრობთ, როცა არის მაგალითად სამუშაო ძალის ფორმირებაზე ლაპარაკი და რაღაცა ბაზარზე ამ სამუშაო ძალის მიწოდების, მაგრამ მეორე განზომილებაც აქვს, ეს არის კვლევა და გარკვეული დარგების განვითარება მათ შორის ეკონომიკაში, ხო? რაშიც ძალიან დიდი შენატანი აქვს მაგალითად დასავლეთში უნივერსიტეტებს, რომ აი რაღაცა მაგალითად აგრარულ მიმართულებაზე რაღაცა განკვლევებს და ახალ ცოდნას ქმნიან და ახალ ტექნოლოგიებს იმუშავებენ. აი ეს მიმართულება სამეცნიერო და ახალი აი ამას აემუქრება ახალი ცოდნის შექმნის და სამეცნიერო და კვლევის მიმართულებას რა, ეგ განსხვავება ძალიან ამას მქრება ისო ძალიან ისეთ კიდევ უფრო ჩაკეტვა და ასევე აი დასაქმების ბაზართან დაკავშირებით ესეც არის ხო პრობლემა, რომ უნივერსიტეტის როლი არის ის, რომ აი ამ კვლევით საქმიანობის როლი, რომ თვითონ აღმოაჩინოს და განაპირობოს რა ტენდენციები მოდის. და ის კი არა რომ თქვათ მაინც და მაინც რა მოთხოვნაც არსებობს დასაქმების ბაზარზე, მაინც და მაინც ის კადრი შესთავაზოს, არამედ თვითონ უკარნახოს დასაქმების ბაზარსაც, რომ შენ ეხლა ესეთი ადამიანები გჭირდება იმისთვის, რომ ეს გამოწვევები დაძლიო. იმიტომ რომ მაგალითად ხა ჩვენ ჩავატარეთ, ვაკეთებთ ახალ პროგრამას უმაღლესი განათლების კვლევების და ჩვენ თვითონ მე თვითონ ჩავატარე ეს კვლევა უმაღლესი განათლების მიმართულებით, როგორი მოთხოვნა არსებობს და საინტერესო იყო ის, რომ ანუ ამ კვლევას ვატარებთ იმ ადამიანებთან, ვინც უმაღლეს განათლებაში ჩართულია, თუმცა მას წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ შეიძლება არსებობდეს უმაღლესი განათლების სპეციალისტების მომზადების პროგრამა, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ის კომპეტენციები და ის ცოდნა მიიტანონ იმ დასაქმების ადგილზე, რომელიც რეალურად მას სჭირდება და მათთვის არის დეფიციტური. ამ დასაქმების ბაზრის ცოდნაც იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება რომ უნივერსიტეტმა შესთავაზოს, არის ძალიან დაბალი. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ყველაფერი ერთმანეთზე მეტყველებს, ხო? ანუ ეს არის წრეა, ხო, გარკვეული, რომ რასაც ერთი აქტორის თავაზობს მეორეს, მერე ესე ტრიალებს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. აი, ხა რამე ოპტიმისტური გითხარი. ძალიან ჩამოყალიბე. ხო, აი, უმაღლესი განათლების უკეთეს კვლევარებს მოვამზადებთ იმედია. მაგრამ ალბათ იმ პირობებში, რომელშიც ახლა ვართ, რაღაცა ესეთი ალტერნატიული სივრცეების შექმნა იქნება საჭირო, იმიტომ რომ არ ვიცით, თქვათ, რაღაცა წინააღმდეგობა შეიძლება გავწიოთ არგუმენტები გქონდეს, რომელზეც გვეუბნებიან, რომ არგუმენტები არ არის. ისე რომ რაღაცა ალტერნატიული გზების გამოძებნა საჭირო და კიდევ უფრო ამ კრიტიკული დისკუსიის გახსნა. მეტი არ ვიცი ოპტიმისტური რა შეიძლება რომ იყოს. მადლობა. ეს ისია.